საბოტაჟი რადიკალებისგან ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულო რამდენიმე დღეა მერიის სხვადასხვა პროგრამას მიზანმიმართულად აფერხებს. საუბარია 5.368.300 ლარზე, რომელიც 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან ნაშთის სახით დარჩა. ეს ამ თანხის დაზუსტების მიზნით მერიამ საკრებულოს არაერთხელ მიმართა, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო საკრებულო ვერ იკრიბება. ვაკო მეზურნიშვილი გიამბობთ. ზუგდიდის მერიის სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას ოპოზიციური საკრებულო უკვე რამდენიმე დღეა აფერხებს. 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნაშთის სახით 5 მილიონ ლარზე მეტია დარჩენილი, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში უნდა დაზუსტდეს. მერიამ არაერთხელ მიმართა საკრებულოს, თუმცა ოპოზიცია არ იკრიბება. შესაბამისად, პარალიზებულია სახაზინო საქმიანობა და შეწყვეტილია ტრანზაქციები. ეს დროში გაიწელა, ვერ მოხერხდება ვერც კომუნალური გადასახდელების განხორციელება, ასევე ხელფასების გაცემა. ერთი შეკითხვაა საკრებულოს მიმართ, ოპოზიციური საკრებულოს მიმართ, რომლებიც უმრავლესობაში არიან, ვის უცხადებენ ბოიკოტს, საკუთარ თავს თუ მოსახლეობას, ალბათ უფრო მოსახლეობას, ვინაიდან ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ესე იგი იჩაგრება ჩვენი საზოგადოების ინტერესები. ეს ძირითადად არის ისეთი პროექტები, რომლის თანხების აკუმულირება 2024 წელს მოხდა, მაგრამ შესრულების ვადები იყო 24-დან 25 წლამდე გარდამავალი. ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები შეფერხების მიზეზად გასულ წელს ნაშთად დარჩენილი თანხის დოკუმენტების გამოთხოვას და ისტორიის შესწავლას ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მასშტაბურია ხელშეკრულებების რაოდენობა და ასე შემდგომ, ჩვენ გამოვითხოვეთ დეტალური შესწავლის მიზნით. წოწერიამ რაც არ უნდა დაგვაბრალოს, რაც არ უნდა თქვას, ჩვენ მას ხელს არ აუწევთ. ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ თავდაპირველად ბიუჯეტს დაუჭირა მხარი, რითაც უზრუნველყო ხელფასების ჩარიცხვა და ახლა განზრახ აჭიანურებს ქალაქის შენების პროცესს, რომლითაც მოსახლეობა ზარალდება. 25 წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს და ისმის კითხვის ნიშანი კითხვები, რომ რატო დაუჭირეს მხარი, რომ ხელფასები გაინაღდებიათ? მაშინ განაცხადეს, რომ სერვისები ჩავარდნილი იყო და მოსახლეობას ჰქონოდა წვდომა სერვისებზე. არ ვიცი, ვის უწყობენ ბოიკოტს, საკუთარ თავებს თუ ამორჩევლებს. ხელოვნურად ხდება ამ პროცესების შეფერხება. მერია ვერ აწვდის შესაბამის პროგრამებს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს. ფინანსურ კრიზისზე და გაუცემელ ხელფასებზე საუბრობენ კომპანიები, რომლებმაც სამუშაოს გარკვეული ნაწილი უკვე შეასრულეს, თუმცა ოპოზიციური საკრებულოს მიზანმიმართული ბოიკოტის გამო დღემდე ვერ იღებენ დავალიანებას. მილიონ ნახევრამდეა ეს თანხა. მუშებს თანხას ვერ უხდით, საკრებულო ვერ დგება და იმიტომ ვერ გიხდით. დავალიანება დაახლოებით 2.500.000 ლარის ფარგლებშია. შესაბამისად, როდესაც კომპანია სახელმწიფო ვერ გინაზღაურებს შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, კომპანიას აქვს დავალიანებები როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სუბიექტების, როგორც ბიზნეს სუბიექტების, ასევე მასთან დასაქმებული პირების მიმართ. უკვე რამდენიმე თვეა შეფერხებით გავცემთ ხელფასებსაც, აქედან გამომდინარე, კომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება. ერთადერთი პარტია, რომელიც საკრებულოს სხდომაზე ცხადდება, ქართული ოცნებაა. გახარიას პარტია, ნაციონალური მოძრაობა და პარტია ახალი ზუგდიდის განვითარებას მიზანმიმართულად აფერხებენ.